ვისაუბროთ თემაზე, რომელიც თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას და ყოველდღიურობას უკავშირდება და ეს არის ჰაერის ხარისხი. ჰაერის ხარისხი როგორც გაზომვის შემთხვევაში და მეორე როგორც ადამიანები პირდაპირ გრძნობთ თუ როგორი ჰაერია დედაქალაქში. გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2026 წლის პირველი 5 თვის მონაცემები გამოაქვეყნა, საიდანაც ვიგებთ, რომ დედაქალაქის სხვადასხვა უბანში მდგომარეობა საგრძნობლად განსხვავებულია. მაგალითად, წერეთლის გამზირზე მყარი ნაწილაკების გადაჭარბების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, მაგრამ ამავდროულად ისიც არის, რომ აპრილსა და მაისში პოზიტიური ტენდენციაც გამოიკვეთა. აი რა სურათია რეალურად დღეს დედაქალაქში და რამდენად მოქმედებს ტრანსპორტი გადაჭარბებული რაოდენობით აი ამ ბუნებრივ მოვლენებთან ერთად როგორ ცვლის ჰაერის ხარისხს, ასევე ამ ბუნებრივ მოვლენებს ემატება უდაბნოს მტვერი, რომელიც ალბათ ახდენს ამ ყველაფერზე და როგორია უახლესი გაზომების შედეგები. ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსთან ერთად. ქალბატონი მარინა არაბიძე გვიერთდება ახლა სტუდიაში. გამარჯობა. მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის. კვლევებით დავიწყოთ საუბარი და წერეთლის გამზირს უნდა შევეხოთ, სადაც შედარებით მძიმე სიტუაციაა. ესე იგი, 26 შემთხვევა წერეთლის გამზირზე ფიქსირდება. რატომ მაინდა-მაინც წერეთელი? იმიტომ რომ თუ ტრანსპორტის გადასჭარბებაზე ვსაუბრობთ, სხვაგანაც შეინიშნება საცობებიც, დიდძალი ტრანსპორტიც. აი რა ხდება წერეთელზე ესეთი განსაკუთრებული? ცუდი მიმართულებით სამწუხაროდ. ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობას მოგახსენებთ ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხი სწორად აღნიშნეთ შესავალში, რომელიც თითოეულ ადამიანს ეხება. შესაბამისად, გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სწორედ ჰაერის ხარისხის მონიტორინგი და სწორედ ამ მონიტორინგის შედეგად არის ის მონაცემები, რაც გამოქვეყნდა. ძალიან აღსანიშნავია, რომ სადგურები დედაქალაქში ჯერ ალბათ ისიც ვთქვათ, რომ 5 სადგური გვაქვს, ვისაც არ არის ცნობილი, განთავსებული სხვადასხვა ლოკაციებზე. წერეთელი, ყაზბეგი, ვარკეთილი, აღმაშენებელი და გელოვანი. ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ და ნახეთ ისინი უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში ახორციელდება ამ სადგურებზე მონიტორინგი სხვადასხვა დამაბინძურებლებზე და როდესაც საუბრობთ, რაც გამოიკვეთა დღეს აი მყარი ნაწილაკებით გადაჭარბება, პირველ რიგში ალბათ უნდა აღვხსნათ, რომ რით შეიძლება ეს იყოს გამოწვეული. რა არის ეს მყარი ნაწილაკები? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სხვადასხვა ზომის შეწონილი ნაწილაკები, მაგრამ უფრო გასაგები რო იყოს ჩვენი მსმენელისთვის თვერი, თუმცა ეს არის სხვადასხვა ზომის, ანუ ამ შემთხვევაში ზუსტად ფრაქციების დონეზე, ანუ რაც უფრო წვრილია ეს ნაწილაკი, ხა საუბრობთ 10 მიკრონის დიამეტრის მქონე ნაწილაკებზე, არის კიდე PM2.5, ჩვენ ხა PM10-ზე ვსაუბრობთ, ანუ რაც უფრო წვრილია, უფრო ადვილად აღწევს ადამიანის ორგანიზმში და რაც აღნიშნეთ ზუსტად ადამიანის ჯანმრთელობისთვის არის უფრო დამაზიანებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ხა PM10-ის კონცენტრაციაზე, რომელსაც გააჩნია ზღვრული ნორმა 24 საათიანი და სწორედ ამ 24 საათიან ნორმის გადაჭარბებები გქონდა. და ზუსტად მაგას ვამბობ, რომ წყარო მისი შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენური, ანუ ადამიანის საქმიანობით გამოწვეული. ეს არის როგორც ავტოტრანსპორტი, ასევე მშენებლობები, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. შესაბამისად, აი ამ ლოკაციაზე, სადაც არის, ეხლა ჩვენ ასე ვერ გამოვკვეთავთ კონკრეტულად ეს ტრანსპორტით იყო, მშენებლობით თუ კიდევ სხვა დამაბინძურებელი ფაქტორი. ფაქტია, რომ აი ამ თვეების მანძილზე ყველაზე მეტი შემთხვევა, ასე ვთქვათ, დაგვიფიქსირდა ამ სადგურზე, რაც იყო. იცით რა მაინტერესებს? ერთის მხრივ ამბობთ, რომ ვერ გამოვკვეთავთ, მეორეს მხრივ 26 შემთხვევიდან 9 დადასტურებულად იყო, თქვა სინოპტიკური პროცესების და უდაბნოს მტვერი, ხო? აი ამის გარჩევა როგორ ხდება და განცალკევება რა უდაბნოს მტვერი და წვიმის ბრალია და რა თქვა ტრანსპორტის და მშენებლობის. დიდი მადლობა, ძალიან კარგი კითხვაა, რა თქმა უნდა. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ მტვერში ჩვენ ვერ გამოვკვეთავთ, კონკრეტულად იყო ეს მშენებლობა, ანუ ანთროპოგენულ წყაროზე თუ ტრანსპორტი, მაგრამ როდესაც ბუნებრივი წყაროა, ანუ ამ შემთხვევაში უდაბნო, ეს შეგვიძლია დავადგინოთ და შემდეგნაირად ვადასტურებთ ამას, როდესაც ხდება, რომ რამდენიმე სადგურზე უკვე ვხედავთ ერთდროულად, რომ იმატებს კონცენტრაცია, შემდეგ ჩვენ უკვე უკავშირდებით ჩვენივე გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიის დეპარტამენტს, რომელიც თავის მხრივ ასევე ეყრდნობა მოწინავე პროგნოსტიკულ ცენტრებს და სინოპტიკური სიტუაცია, როდესაც არის შექმნილი ისე, რომ ნამდვილად დადასტურებულად ვიცით, რომ სინოპტიკური სიტუაციის გამო მოხდა ტვრის მასების, უდაბნოს ტვრის მასების ატანა მაღალ მანძილზე და გადმოტანა უკვე საქართველოს ტერიტორიაზე, აი ამას დანამდვილებით ვამბობთ, ზუსტად ვამბობთ, რომ აი ამ 13 დღის განმავლობაში ნამდვილად იყო მომატება კონკრეტულად აი ამ უდაბნოს ტვრის შემოჭრის გამო და განსასაზღვროა ეს დაბინძურება. აპრილსა და მაისშიო თბილისის არც ერთ
სადგურზე, ავტომატურ სადგურზე მყარი ნაწილაკების გადაჭაბება არ დაფიქსირებულაო, ასე წერია ჩვენთან. და რამ განაპირობა ეს? მკვეთრი გაუმჯობესება უწევთ. წვიმებმა ხო არა შემთხვევით. ნამდვილად ძალიან ნამდვილად ერთ-ერთი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ესე სალსახად ერთმნიშვნელოვანი პროცესია, რა თქმა უნდა, ჰაერის დაბინძურება და მონიტორინგი და ზოგადად ეს პროცესები გესმით, ეს არის ქიმიური პროცესები დაკავშირებული მეტეოროლოგიურ პარამეტრებთან და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთ-ერთ ფაქტორად, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ნალექიანი, თანაც უხვი ნალექიანი დღეები იყო ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისი, რომ მართლაც ჰაერი არის სუფთა, ეხლაც დღეის მდგომარეობითაც უკვე რამდენიმე, ასე ვთქვათ, უკვე ხედავთ თქვენ ორი თვე ვაკვირდებით, უმეტესად ჩვენს დედაქალაქში და არა მარტო მხოლოდ არის კარგი ჰაერი, რაც ნამდვილად ამ შემთხვევაში ერთ-ერთ ფაქტორად მე კიდევ ერთი დაკვირვება, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ დედაქალაქში ნამდვილად შემცირდა მანქანები, რა სიტყვით აკვირდებით თუ არა აკვირდებით. რაღაცა იშვიათად ხვდები საცალო. არ მიმართლა თანაზე. დღის რომელ მონაკვეთში იყავი, გააჩნია გრედი გასული. კარგი ის არის, იმიტომ ვამბობ ცალსახად ამას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება აქ ბევრი ფაქტორი იყოს, მათ შორის ერთ-ერთი რა თქმა უნდა ძირითადი უნდა ვთქვათ, რომ ეს ნალექები, მაგრამ რა თქმა უნდა ტრანსპორტის თვითონ მოძრაობის ინტენსივობაც და ბევრი სხვა კომპონენტი, ანუ როგორც უკვე აღნიშნე რთული პროცესია, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უფრო დაუკავშირდები ამას ნალექების უხრა. N2 შემთხვევაშიც, ანუ აზოტის დიოქსიდის N2 შემთხვევაშიც დიახ, მათ შორის დიახ, ზუსტად, ანუ ძლიერი წვიმა ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, ფაქტორია, რომელიც ამ დამაბინძურებას ამასთან დაკავშირებით ტრანსპორტის გამონაბოლქს ფილტრავს წვიმა, ერევა. ნაწილაკები დაილეკება ეთყობა ძირს. გამორეცხავს. აი 2025 წლის 25-ში 12 პუნქტზე ჰქონდა აზოტის დიოქსიდის ჭარბი რაოდენობა და 26-ში პირველ ეტაპზე რაღაცნაირად კლება გვაქვს და ამას რას მიაწერს? ტექდათვალიერება უკეთესი გახდა თუ მხოლოდ წვიმა თუ რაღაცა ერთობლიობაა რაღაცებს არ ვიცი. სწორად რომ იყოს ნამდვილად ახმული ეს თემა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველაფერი ერთად განაპირობებს ამას, აუცილებლად. 25-ში არ წვიმდა კაცო, რა ვიცი. მანქანების რა თქმა უნდა, ხა ავტოპარკით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტექდათვალიერებები თავის შედეგს გრძელვადიანად აუცილებლად მოგწევს. სულ იყო ხოლმე კითხვა, რომ შემოვიდა, აბა აისახა თუ არა, ასე მომენტალურად ბუნებრივია, იმ დღესვე ვერ აისახება და გრძელვადიანად ჩვენ კიდევ დავინახავთ ამას, მაგრამ ამ ეტაპზე აი კომპლექსურად რომ ვიმსჯელოთ, შეიძლება ეს მეტეოპირობების ფაქტორიც, მათ შორის მანქანების გაუმჯობესება და კიდევ გამწვანებაც მოქმედებს, ხო, რა თავისას ხო აკეთებს ალბათ. ანუ ამ თვალსაზრისითაც ვიცი, რომ გადადგმულია ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, იმიტომ რომ სულ არის ხოლმე კითხვა, რომ სად უფრო დაბინძურებულია და სად უფრო კი, მაგრამ მაგ მხრივ გამწვანება ურთიერთგამომრიცხავი, იმიტომ რომ წერეთელზე არის ძალიან დიდი პარკი, ჯორჯიას ტერიტორია და ასე შემდეგ. წერეთელი ახლა ჩვენ უშუალოდ გვაქვს ეს სადგური, უშუალოდ წერეთელზე აღმაშენებელზე, მაგრამ მე ვგულისხმობ უშუალოდ პარკებთან სიახლოვეში, ეს ხო ეს არ არის იქ სადაც დგას და აი პარკებთან პირდაპირ გეტყვით, რომ არის გვაქვს ახლოს პარკებში კი არ არის, მაგრამ მუშტაიდის პარკთან არის, აღმაშენებლის სადგური. არის, ანუ მე ვგულისხმობ სად არის სუფთა ლისის ტბაზე, ანუ აი გამწვანება რომ კარგად დავაკავშიროთ. უბნების პრიორიტეტების გამოყოფა ხა რთულია, მაგრამ მეტნაკლებად საით არის უკეთესი ვითარება, რაც უფრო მაღალზეა უბანი გაშენებული, თუ რისი მიხედვით იზომება. ნახეთ ძალიან ის როგორ არის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დედაქალაქისთვის ძირითადი დამაბინძურებელი არის ავტოტრანსპორტი. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადაც გვაქვს ინტენსიური მოძრაობა, იქ არის ის რაც ჭავჭავაძე, რუსთაველი და ასე შემდეგ. და უკვე გააჟღერეთ აზოტის დიოქსიდი, რა თქმა უნდა, რუსთაველი, ანუ სადაც მონიტორინგია, მე შემიძლია ვთქვა, რუსთაველი, მელიქიშვილი, მაგალითად ჭავჭავაძე, ალბაშიძე, პეტიშვილი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ აი ზუსტად ამავე მონიტორინგით, აი რაც უკვე ჩამოვთვალე, იქით უფრო სუფთა არის, მაგალითად არის დიდ დიღომში. აი მან საინტერესოა, რომ ძალიან დიდი მშენებლობები არის ხა და იქ როგორ ვითარება. მაგრამ ჩვენ აზოტის დიოქსიდებზე ვსაუბრობთ, არის მაგალითად, ანუ აზოტის დიოქსიდებზე
პრობლემებზე ვსაუბრობ ახლა, რაც გამონაბოლქვს, რაც დედაქალაქისთვის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია და ზუსტად აფიქსირებს მონიტორინგი, აი პირდაპირ რომ დადოთ რუკაზე, დაინახავთ, რომ იქ სადაც არის ეს მოძრაობა და სადაც არის მწვანე პარკი, ზუსტად ასე ვთქვათ, ასეთი შედეგები იდება. მაგრამ ერთი ცუდი დაკვირვების გაკეთება შეიძლება რომ ის ადგილების რაც ნაკლებად დასახლებული იყო და სადაც როგორც ვასიკო მახსენდა მიმდინარეობს ახლა აქტიური მშენებლობები, აი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია მახსენდება, ხო? აი თავის დროზე იყო რომ ყველა იქით მიდიოდა, იმიტომ რომ სუფთა ჰაერი იყო, მაღალი იყო, სიმწვანეც მეტი იყო, მაგრამ ახლა იმდენი სახლი აშენდა რომ იგივენაირი საცობია, საცობს იმიტომ ამბობ რომ შესაბამისად იგივე რაოდენობის ტრანსპორტი არის ყოველთვის და ალბათ ნელ-ნელა რაც ბაკურიანს დაემართა. კი ბატონო, ეცეთ რა მინდა? ლოკალურად ჩვენ ვერ და ამ კონკრეტულ დასახლებებამდე არა ცხადია ჩვენ ვსჯელობთ ზოგად სურათზე როგორი გვაქვს დედაქალაქი. ზოგადი სურათის დასანახად სავარაუდოდ საჭირო არის რომ აი მთელი წლის მონაცემები დააჯამოთ, შეაფასოთ და შეხედოთ და აი ესე რომ გამოვკვეთოთ ახლობით პასუხს ალბათ ხვდები, მაგრამ ყველაზე მეტად დაბინძურებული სეზონი რომელია? და რატომ? დიახ, სეზონურობა ძალიან საინტერესოა ჰაერის დაბინძურებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ნახეთ იცვლება პირველი მეტეოროლოგიური პარამეტრები ძალიან დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ჰაერის ტემპერატურა, ტენიანობა, ქარის მიმართულება და სიჩქარე, ზამთარ ზაფხულში სეზონურად გვეცვლება ეს პარამეტრი და ასევე ემისიის წყაროები. შეიძლება ავტოტრანსპორტი, რა თქმა უნდა, უცვლელად იგივე გქონდეს ზამთარში და ზაფხულში, მაგრამ ემატება გარკვეულად გათბობის წყაროები, ასე ვთქვათ, ახალი ემისიები და ასე შემდეგ. და უფრო მეტად ზოგად სტატისტიკად თუ შევხედავთ, შეიძლება ითქვას, რომ ზამთარი უფრო მძიმე და დატვირთული არის, ხო, ვიდრე ეს, იმიტომ რომ აი როგორც აღნიშნე, ანუ აქ მოქმედებს ზუსტად ეს მეტეო პარამეტრები, ხა იქნება ხოლმე ესეთი სიტუაცია, რომ ინვერსია ქვია და ვეღარ ხდება, ასე ვთქვათ, ამ დაბინძურების ატანა და ასევე როგორც თქვია, ეს გათბობის სისტემების დატვირთვა ემატება, არა მარტო დედაქალაქში, არამედ მთელ რეგიონებში და აი ასეთნაირად ეს ზოგადი სტატისტიკით, თუმცა კიდევ ერთხელ მონიტორინგი კონკრეტულ ლოკაციებზე ყოველთვის საინტერესოა. ერთი შეკითხვა ვიდრე დაგემშვიდობებოდეთ, სასიხარულო ინფორმაციების გვაქვს და მიხარია, ხო არ დაემატება სადგურები, რომლებიც კიდევ უფრო მეტად სრულფასოვნად გამოკვლევის საშუალებას მოგცემს ჰაერში, რა ვითარება გვაქვს? რა თქმა უნდა. ეს ხუთი გვაქვს და კიდევ ხო არ დაემატება? დედაქალაქში ახლა ჩვენ გვაქვს 5 როგორც თქვით, მაგრამ ასევე გვაქვს ინდიკატორული გაზომვები, რომელთაც აი ესეთ საშუალება გვაქვს, რომ გაცილებით მეტ ლოკაციაზე გავიგოთ როგორია მაგალითად აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია. მომდევნო წლებში ახლა დედაქალაქზე ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა საქართველოს მასშტაბით ნამდვილად გვემატება სადგურები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა რეგიონში უნდა გქონდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და უბრალოდ ინფორმაციისთვის ალბათ იმით დავასრულოთ, რომ ეს მონაცემი ხელმისაწვდომია ჰაერის ხარისხის პორტალზე ER.gov.gr მიმდინარე ჰაერიც რუბლების მიხედვით პირდაპირ იძებნება არის მაჩვენებელია. ანუ სადაც რა გაიზომა, ყველას შეუძლია გაეცნოს რა შედეგები ქონდა. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ქალბატონი მარინა არაბიძე იყო ჩვენი სტუმარი, გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი და მივიღეთ სრულფასოვანი ინფორმაცია თუ რა ვითარებაა ჰაერის მიმართულებით მთელ თბილისში. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა.